ვენესუელა მსოფლიო ყურადღების ცენტრში დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ ქვეყანა ნანგრევების ქვეშ მყოფი ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს. სამძებრო სამაშველო ოპერაცია ახლაც გრძელდება. მწვავე ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ვენესუელა სხვადასხვა ქვეყნიდან დახმარებას იღებს. იგზავნება ჰუმანიტარული ტვირთები და ფინანსური შემოწირულობები. სამძებრო ოპერაციაში ჩართულია ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყანა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 50,000-ზე მეტი პირი, დაღუპული 1500-მდე ადამიანი, დაშავდა 3000-მდე მოქალაქე. გადარჩენილთა მძიმე ისტორიები და ბოლო მონაცემები დამანგრეველი სტიქიის ეპიცენტრიდან თაკო მუშკუდიანის რეპორტაჟში. ვენესუელაში უკვე მეხუთე დღე ადამიანები საკუთარ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებს ნანგრევებში ეძებენ. დრო კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათ გადასარჩენად, რადგან ნანგრევებში წყლისა და საკვების გარეშე მყოფი ადამიანების ცოცხლა დამოყვანა ნაკლებად რეალური ხდება. კარაკასში მდებარე საავადმყოფოს კედლები კი დაფარულია იმ ადამიანების ფოტოებით, რომელთაც ახლობლები ეძებენ. თუმცა საზარელ სტიქიას არც სასწაულების გარეშე ჩაუვლია. ეს დაიანა პატინოა, რომელმაც 18 დღის ახალშობილთან ერთად ნანგრევებში რამდენიმე დღე გაატარა. დედის თქმით, სწორედ მისი ახალშობილი აძლევდა ძალას, რომ გაეცულ და ფხიზლად ყოფილიყო. იქამდე სანამ ბავშვი იცოცხლებდა, მეც ვიცოცხლებდი. ყოველ წამს ვამოწმებდი სუნთქავდა თუ არა. ვფიქრობდი, რომ დაიღუპნენ. როდესაც ბავშვი დავინახე, თავიდან დავიბადე. ეს სასწაული იყო და ღმერთს მადლობას ვუხდი ამისთვის. პარადესის ოჯახის ისტორიაც ტრაგიკულთან ერთად სასწაულებრივიცაა. სამსახურიდან დაბრუნებულ დედას სახლი დანგრეული დახვდა. მაშველებმა 36 საათის შემდეგ მხოლოდ მისი 12 წლის შვილის ამოყვანა შეძლეს. ოჯახის დანარჩენი 7 წევრი კი სტიქიის შედეგად დაკარგა. ანგელი მაშველებს ეძახდა და ასე იპოვეს ის. ჩემი პატარა შვილი ცოცხალი იყო, თუმცა მაშველები გვიან მოვიდნენ და არ ჰქონდათ საჭირო ტექნიკა. ის მამამისთან ერთად დაიღუპა. ქვეყანაში მასშტაბური მიწისძვრის შემდეგ ბევრი ადამიანი საუბრობს, რომ სტიქიას შესაბამისი და დროული რეაგირება არ მოყოლია მთავრობის მხრიდან. ქვეყნის ინფრასტრუქტურა უკვე მნიშვნელოვნად იყო დასუსტებული კორუფციისა და 10-წლიანი ეკონომიკური კრიზისის შედეგად. მძიმე ტექნიკისა და დაშავებულთა სამკურნალოდ სამედიცინო მარაგების სიმცირის გამო ადამიანები შიშველი ხელებით ცდილობდნენ ნანგრევებიდან ახლობლების ამოყვანას. ვენესუელის მთავრობამ კი განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების გასაწმენდად 100-ზე მეტი მძიმე ტექნიკა გაგზავნა და 5000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალის მობილიზება მოახერხა. ტრაგედიის პარალელურად კი იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთაც ვენესუელას დახმარების ხელი გაუწოდეს. შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც სამძებრო სამაშველო ჯგუფები ვენესუელაში ჩავიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების დასახმარებლად. ჩინეთის მთავრობამ გადაწყვიტა ვენესუელას უკვე გამოყოფილი ფინანსური დახმარების გარდა დამატებით 100 მილიონი იუანი გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების სახით გადასცეს, რათა ხელი შეუწყოს სამაშველო სამუშაოებსა და სტიქიის შემდეგ აღდგენით პროცესს. ჰუმანიტარული ტვირთი ვენესუელაში უმოკლეს ვადაში გაიგზავნება. ვენესუელაში მოქმედმა ჩინურმა კომპანიებმა და ადგილობრივმა ჩინურმა დიასპორამ ჩამოაყალიბეს სამაშველო ჯგუფები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ სამძებრო სამაშველო ოპერაციებში. 7.2 და 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრებით გამოწვეული ნგრევის სრული მასშტაბი ჯერ კიდევ დგინდება. ამ მონაცემებით დაღუპულია 1450 ადამიანი, 3000-ზე მეტი დაშავებულია, ხოლო 12000-ზე მეტი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა. 50,000-მდე ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. კრიტიკული საათების ამოწურვის შემდეგ სულ უფრო მცირე იქნება მათი ცოცხლად პოვნის შანსი.